ჩვენს ხელშია 4 ხელშეკრულება იპოთეკის, 417,000 დოლარი, 367,500 დოლარი, 273,000 დოლარი, 4 მიწის ნაკვეთი ბაკურიანში, 13 მიწის ნაკვეთი შენობანაგებობებით ნატანებში. ჯამში ამ დროისთვის 28 მილიონზე მეტად არის შეფასებული ქონება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაალომბარდა. 104,294 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი მდინარე ჩოლოქის ნატანების შესართავთან. 75,796 კვადრატული მეტრი ციცინათელას პარკის მომიჯნავეთ. 48,913 კვადრატული მეტრი შავი ზღვის პირას. დაბა შეკვეთილში. 61,000 კვადრატული მეტრი სოფელ ბაღში. 27,714 კვადრატული მეტრი ლეკიანში. 13,452 კვადრატული მეტრი ნატანებში, 20,000 კვადრატული მეტრი ჭიანეთში და 26,003 კვადრატული მეტრი შეკვეთილის სანაპიროს პირველ ზოლში. ეს არ არის იმ ქონების სრული ჩამონათვალი, რომლის დაგირავებაც ბიძინა ივანიშვილმა 13 ივნისს დაიწყო და 17 ივნისს დაასრულა. 13-ვე დაგირავებული უძრავი ქონება მხოლოდ შავი ზღვის სანაპიროზე შპს აკვა ცენტრს ეკუთვნის. აკვა ცენტრი თავის მხრივ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ოფშორული კომპანია Vanity Overseas Limited-ის საკუთრებაა. ამ კომპანიის მფლობელი კი ბიძინა ივანიშვილია. წლების განმავლობაში შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე საუკეთესო ტერიტორიებს მილიარდერი სწორედ ბრიტანული ოფშორული კომპანიის საშუალებით ფლობდა. კამერა იქ თარ გადაგეთო, იძულებული იქნები ჩამოგართო კამერა და წაგიშალო მე რასაც გადავი. ოფიციალური დოკუმენტების მოპოვებისა და დამუშავების შემდეგ ჩვენ დავადგინეთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ის ქონება, რომლის მესაკუთრეც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული მისი კომპანია იყო, მისსავე ბანკში დააგირავა და სანაცვლოდ სესხი აიღო. გამარჯობათ. ხალბატონ მაია თქვენთან დაგითხო. მაია ბორცვაძე ბანკი ქართუს ცენტრალური სერვის ცენტრის დირექტორია. მისი ხელმოწერაა იპოთეკის ყველა ხელშეკრულებაზე. ანუ ბიძინა ივანიშვილის ბრიტანული კომპანიების საკუთრებაში არსებული ქონება მან შეაფასა. იპოთეკითაც მან დატვირთა და ივანიშვილის კომპანიაზეც სესხი ამ ქონების უზრუნველყოფით მისი დასტურით გაიცა. ხალბატონ მაია, აი ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გაწუხებთ. რასთან დაკავშირებით გაფორმდა ეს ხელშეკრულება? მე ჟურნალისტი ვარ, მაგაჩი ხლაც. ესეთ კონფიდენციალური ინფორმაცია კონფიდენციალური რატო არის? საჯარო ინფორმაციაა, გამოვითხოვეთ. ანუ ბიძინა ივანიშვილის მიერ საკუთარ ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების გამოჟონვამ ქართულ ბანკის ცენტრალური ფილიალის დირექტორი პანიკაში ჩააგდო. ჩვენს მიერ მოპოვებული დოკუმენტაცია გაგვტაცა და ოთახში ჩაიკეტა. დაცვას კი დავალება მისცა შაბათის ეთერის გადამღები ჯგუფი შენობიდან გაეძევებინა. რატომ ალომბარდებს? ანუ ქართულ ხომ მისი ბანკია, ხალბატონო მაია. ვერ გადახდის შემთხვევაში ისევ მას დარჩება ეს ქონება? ანუ რა ხდება? საქველმოქმედო ფონდის ქონება რა როგორ შეიძლება რომ უკაცრავად ჩემი დოკუმენტები დამიბრუნეთ? ბოდიში, ჩემი დოკუმენტები უნდა დამიბრუნოს უკაცრავად. რატოში მაშინ და იმას განგაში ივანიშვილის ბანკში რამდენიმე წუთს გაგრძელდა. მაია ბორცვაძე სატელეფონო კავშირზე იყო ჩვენთვის გაურკვეველ პირთან, რომელსაც სავარაუდოდ ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტების შინაარს აცნობდა. დამიბრუნეთ დოკუმენტები. სწორედ ამ პირთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა, რომ იპოთეკის გატაცებული ხელშეკრულებები უნდა დაებრუნებინათ. ალბათ იმასაც მიხვდნენ, რომ ქართულში კონტრაქტების ერთადერთი ეგზემპლარით არ მივიდოდით. გვარებს და მოგცემთ რაღაცა. რა უნდა მოაგვაროს? ძალიან დიდი ბოდიში, რა უნდა მოაგვაროს? რაც გაინტერესებს. ანუ მისი ხელმოწერილი დოკუმენტია, რამე ახალი კი არ ვაჩვენე. აი. რა იმალება მილიარდერის ახალი ფინანსური აბლაბუდის უკან და რა განზრახვა აქვს ადამიანს, რომელმაც ბრიტანული კომპანიის სახელზე გაფორმებული ქონების საკუთარ ბანკშივე დაგირავება, რატომღაც სწორედ ახლა, მაშინ გადაწყვიტა, როდესაც დიდ ბრიტანეთში მისი დასაქცირების მოთხოვნით არაერთი პოლიტიკოსის განცხადება ისმის. ამ სანოტარო აქტით გინდება, რომ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ბიძინა ივანიშვილის კომპანიის სახელით ოლიგარქის დისშვილი კახა კობიაშვილი მოქმედებდა. კომპანია აკვა ცენტრმა, რომელსაც ივანიშვილი ოფშორის საშუალებით ფლობს, თანხმობა განაცხადა, რომ მისი ქონება შავი ზღვის სანაპიროზე, ქართულ ბანკში, შპს ინვესტ კაპიტალის სასარგებლოდ დაგირავებულიყო.
ინვესტ კაპიტალიც ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა. ანუ გამოდის, რომ ბრიტანული კომპანიის აქტივები საკუთარ ბანკში დააგირავა და თუ სესხს არ გადაიხდის, ეს ქონება მაინც მას მისსავე ბანკში დარჩება. ამ სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ის გადავა უკვე ბანკი ქართუს საკუთრებაში, რომელიც იურიდიულად აღარ არის ივანიშვილის, ფორმალურად აღარ არის ივანიშვილის საკუთრება და სანქცირების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი სამართლებრივი პროცედურის გავლა იქნება საჭირო, რომ ბანკთან მივიდეს სანქციები, ვიდრე იმ ქონებაზე, რომელიც უშუალოდ ივანიშვილის საკუთრება, როგორც ახლა არის ეს მიწის ნაკვეთები. მილიარდერის ივნისის ტრანზაქციები მხოლოდ შეკვეთილის მიწების ბრიტანეთის იურისდიქციის გამოხსნის მცდელობა არ უნდა იყოს. დოკუმენტების მიხედვით დასტურდება, რომ მილიარდერმა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ საქველმოქმედო ფონდის კუთვნილი ქონებებიც ერთი მეორის მიყოლებით დააგირავა. საქმე მხოლოდ შავი ზღვისპირეთს არ ეხება. ივანიშვილმა დააგირავა ბაკურიანის მიწები და რეზიდენციებიც, წყნეთის სამკერვალო ფაბრიკა და მეცხრე არხის ყოფილი შენობაც. საქველმოქმედო ფონდი იცით თავისი კანონმდებლობა აქვს და საქველმოქმედო ფონდის ქონება რანაირად შეიძლება იპოთეკით დაიტვირთოს, ბატონო, ეგ ხო კანონის დარღვევაა? არ არის კანონის დარღვევა. რა, საქველმოქმედო ფონდის იპოთეკაში ჩადება? არ არის საქველმოქმედო ფონდის ქონების იპოთეკაში ჩადება, კანონის დარღვევა არ არის. პირდაპირ წერია შავით თეთრზე ბატონო კანონში. მე ასე ვიცი და თუ სხვანაირად წერია, მე ასე იგი მე არ ვიცი. ნოე კინკლაძე ბიძინა ივანიშვილთან წლებია მუშაობს. ის ახლა მილიარდერის დაფუძნებული სააქციო საზოგადოება ტერას სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. ბატონმა ნოემ დარწმუნებული ვართ იცის, რომ საქველმოქმედო საქმიანობის ცნება საგადასახადო კოდექსით არის განმარტებული, სადაც მითითებულია, რომ ამ ტიპის ფონდს მხოლოდ საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელების უფლება აქვს. ქონებების დაგირავებას მით უფრო სხვა კომპანიის სასარგებლოდ კი ქველმოქმედებასთან კავშირი არ აქვს. შეგიძლიათ ნახოთ სოფლიოში საქველმოქმედო ფონდები, რომლებიც თავის აქციებიც აქვს შეძენილი, უძრავი ქონებაა შეძენილი, შემდეგ ამ ქონებას ბიზნესში აბანდებენ და იქიდან ოღონდ ერთი შეზღუდვით. დიახ. რომ იქიდან მიღებული შემოსავალი მხოლოდ საქველმოქმედო მიზანს უნდა მოხმარდეს. და ეხლა ბიძინა ივანიშვილი რა შემოსავლებსაც მიიღებს 360 მილიონით, რომელიც ამ იპოთეკებით გაიტანა, მოახმარს ისევ საქველმოქმედო ფონდს. ყველაფერი ბიძინა ივანიშვილი თუ რა მოახმარს საქველმოქმედო საქმიანობას. და რატო არ ასაჯაროებს მაშინ საქველმოქმედო ფონდის ბოლო წლების ანგარიშებს თუ ასეა? არ ვიცი. სესხი დოკუმენტების თანახმად კომპანია ინვესტ კაპიტალმა მიიღო. ინვესტ კაპიტალს კომპანია ტერა ფლობს. ტერა სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი კი ნოე კინკლაძეა. ამიტომ მან უნდა გითხრას, რას ემსახურება ეს გარიგებები. ტოტალური სანქციების ფონზე ხომ არ დაუდგა ივანიშვილს ნაღდი ფულის ბრუნვის პრობლემა. თეში ხო არ სჭირდება ბატონ ბიძინას, ხო არ გაუთავდა? ეს ორი სასახლე ბაკურიანის ტყის პირას და ასევე ორი მიწის ნაკვეთი დიდველი სათხილამურო ტრასასთან საქველმოქმედო ფონდ ქართუს საკუთრებაა. ამ ქონებებზე ბიძინა ივანიშვილმა 2020 წელს გვითხრა, რომ ხალხს აჩუქა და თავისთვის არაფერი დაიტოვა. ახლა კი იგივე ქონებები საკუთარი მიზნებისთვის, საკუთარი ოჯახის ბანკში იპოთეკით დატვირთა. გატანილი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი ფონდისთვის ნაჩუქარი ქონება ხელშეკრულების მიხედვით გადადის ბანკის საკუთრებაში, რომელიც უტა ივანიშვილის საკუთრებაა. თქვენ ხელმოწერით ადასტურებთ, რომ აცნობიერებთ სესხის უზრუნველყოფის სახით წარმოდგენილი ქონების დაკარგვასთან დაკავშირებულ რისკებს, თუ მსესხებელმა სრულად არ დაფარა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება. გამარჯობა. როგორ ბრძანდებით? ირმები როგორ არიან? შვენივრად. იცით რა მინდა გითხოთ, ეს ქონება ჩადო ბიძინა ივანიშვილმა ბანკში და ალომბარდა. თქვენ არ გსმენიათ? არ ყოფილან ბანკის წარმომადგენლები აქ ასაზომად შესაფასებლად? არა. სასახლე ბაკურიანის ტყის პირას 61156 კვადრატულ მეტრ მიწაზეა გაშენებული. ეს ქონება ბანკმა ქართუმ 4.051.400 დოლარად შეაფასა. $1,361,500 გადაუხადა ივანიშვილს უტას ბანკმა 27,645 კვადრატულზე აშენებულ კიდევ ერთ სასახლეში, რომელიც ასევე ბაკურიანში მდებარეობს და ასევე საქველმოქმედო ფონდის საკუთრებაა. ანუ ეხლა ჩადო ჯერ რამდენიმე დღის წინ და რომ არ გადაიხადოს მის ბანკშივე ჩადო, რო იცოდეთ. ფონდმა მისცა უფლება მილიარდერ ივანიშვილს ქველმოქმედებისთვის განკუთვნილი ორგანიზაციის კიდევ ორი ქონებაც ბანკში დაეგირავებინა.
დიდველის ტრასამდე მისასვლელი და ამ დრომდე აუთვისებელი ეს ორი მიწის ნაკვეთიც. გზის ორივე მხარეს ქართუბანკმა ჯამში 239.500 ამერიკულ დოლარად შეაფასა. შესაბამისი თანხა კი შპს ინვესტ კაპიტალს ჩაურიცხა. ინვესტ კაპიტალის ერთპიროვნული დირექტორი კი ბიძინა ივანიშვილის დისშვილი, კახა კობიაშვილია. რატომ ალომბარდებს ბიძინა ივანიშვილი ქონებებს ქართულში რა ხდება ბატონ კახა? ქართულში ქონება ხო არ შეიძლება რომ გამოიყენოს საქველმოქმედო ფონდია. კახა კობიაშვილის კომპანიამ ჯამში მხოლოდ საქველმოქმედო ფონდის ქონების დალომბარდების ხარჯზე ქართუბანკიდან 6.12.400 დოლარი წამოიღო. უპატრონო ქვეყანა ყველაფერი ამადგან მოსალოდნელი. ასე გონიათ? მაგრამ ჩვენ საწყალს არაფერი გვეშველება თორე მაგათ ეხლა იგი უყურებ კანონზე იღებენ რა ეგ კანონება ხალხის იერი დათის გეთანხმებით თან რანაირ კანონებს იღებენ ყველაფერი იგრძალება მე შეიძლება ისე მე და თქვენ რომ ლაპარაკობთ ეგეც აიგრძალოს მალე ვიცი მე შეკი აგერა მე რომ მიღებ შეიძლება იმანი ლაპარაკო მამადგებიან წამიყვავენ რას გაიქი ხმას თუ არა მამაღებინო მაშინ ხმავა ხმობუისი ადერე რო იყო ბატონი და ყმები რო ყავდა არ გინდა მათ რახი დაიწყებენ სიარულს და გადაგწევ წადი იმუშავე იდრომო ხო გაგიგიათ ეხლა რომ ასანქცირებენ ბიძინა ივანიშვილს ვიცი მე ყველაფერს უყურებ ეგ ეხლა ერთი ამბავია მაკაპოტოროში გამოვიდა მეტი კი არ საქმე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკოსი მე გამხადეს ეგლეხი დაყურებინებენ ხო ყველაფერს ხო და ნახეთ რისი კითხვა მინდა თქვენი აზრი მაინტერესებს ამ ფულის პატრონი რო არის ეს ბიძინა ივანიშვილი ამდენი ქონება რო აქვს როგორ ფიქრობთ რატომ უნდა დაელომბარდებინა საკუთარი ქონება ბანკში თან თავის ბანკში რა იმალება არ ვიცი ეთყობა ფული გემელია მე რა ვიცი რა დაალომბარდა გამოელია აბა მარა იქნება მერა გუგულაძის ხუმრობანარევი ნათქვამი შესაძლოა სულაც არ იყოს რეალობას აცდენილი. Forbes-ის 1 აპრილის მონაცემებით ოლიგარქის ქონება 4.9 მილიარდიდან 2.7 მილიარდამდე შემცირდა. ამიტომ გამოთქმული ვარაუდი, რომ უკანასკნელი 2 კვირის ფინანსური ტრანზაქციებით ერთის მხრივ ბრიტანული სანქციებისგან ქონების გადარჩენას, მეორეს მხრივ კი ფონდ ქართულთვის ნაჩუქარი ქონების უკან დაბრუნებას ცდილობს. ყველაფერი არ უნდა იყოს. დიდი ალბათობით ქვეყნის ყველაზე მდიდარ მოქალაქეს სხვა განზრახვაც აქვს. საქველმოქმედო ფონდისთვის გადაცემული ქონება ფორმალურად ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში აღარ წარმოადგენს შემომწირველის საკუთრებას. ანუ ამ შემთხვევაში ის მართლაც აღარ არის ივანიშვილის საკუთრება, მართლაც უნდა ხმარდებოდეს საერთო საზოგადოებრივ სიკეთეს, ანუ ქველმოქმედებას, როგორადაც ის განმარტებულია საგადასახადო კოდექსში. ამ შემთხვევაში შესაძლებელია მას არჩეული კონდეს ირიბი გზა არა მხოლოდ ოფშორებიდან, არამედ საქველმოქმედო ფონდიდანაც დაიბრუნოს ეს ქონება, მიღებული თანხა დარჩება მას, ხოლო დაზარალებული აღმოჩნდება საქველმოქმედო ფონდი ამ თვალსაზრისით. ქართუბანკსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ახალი გარიგება 2011 წლის გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე დაიდო. საუბარია 60 მილიონიან საკრედიტო ხაზზე. ამ დროისთვის ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით 60-დან მხოლოდ 28,342,800 ამერიკული დოლარია ათვისებული. არ არის გამორიცხული ბიძინა ივანიშვილის სხვა უძრავ ქონებებსაც მიადგეს. ახლა კი ჯერი კიდევ ორ ობიექტზეა. დოკუმენტებით დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 12 ივნის ქართუბანკში 5,327,500 დოლარად არის ჩადებული წყნეთის სამკერვალო ფაბრიკაც. ობიექტი რეა ქართულს საკუთრებაა, რომლის საბოლოო ბენეფიციარიც, რა თქმა უნდა, ივანიშვილია. ეს შენობა ჩაიდო ბანკში იპოთეკით, იცოდით ამის შესახებ? ხო. არა, ხო, ეხლა რამდენიმე დღის ამბავია და ვინმე ბანკიდან იყვნენ მოსულები შესაფასებლად. დალომბარდებული ობიექტების გადაღებისას ჩნდება განცდა, რომ იპოთეკით დატვირთვის პროცედურა ამ მისამართებზე ფორმალურადაც კი არ ჩატარებულა. ეს ივანიშვილის მეცხრე არხის ყოფილი შენობაა. აქაურობაც უკვე ბანკშია დაგირავებული. თუმცა პერსონალმა ამის შესახებ არაფერი იცის. არც აქ მოსულა იპოთეკით დასატვირთი ქონების შესაფასებლად ვინმე. გამორიცხულია ჩემო. არა, დოკუმენტები მაქვს საჯარო რეესტრის. გამორიცხულია? არაფერი არ უთქვიათ, არაფერი არ არის. რატომ ჩქარობს ოლიგარქი ასე ძალიან? რისთვის ჭირდება 60 მილიონი და კიდევ რა ქონებებს დაალომბარდებს ამ საკრედიტო ხაზის სრულად ასათვისებლად?
ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილ ქართოს მმართველ ნატო ხაინდრავას სწორედ ამ კითხვებით ვურეკავთ. ითხოვთ რისთვის დაალომბარდა ბიძინა ივანიშვილმა ყველა ქონება ქართულ ბანკში? ბრიტანული ოფშორებიდან რომ რა ლომბარდზე საუბრობთ? კი, ქართულ ბანკში ჩადო რამდენიმე დღის წინ. თქვენ განმარტება არ იცით ეთქობა ლომბარდი. თქვენ განმიმარტეთ, მაგიტო დაგირეკეთ ხალბატონო. არაფრის განმარტებას არ ვაპირებ, იქ არის თემა. დიახ. ამოიღეთ ალბათ იმიდან და წერტილ ხო იცით? კი, ვიცით. გაერკვიეთ თქვენ თვითონ. და არ არის ეს ბანკში ჩადება ქონების ხალბატონო? ბანკში ჩადებული იყო ყოველთვის ქონება. არა, ეხლა გაფორმდა იპოთეკის დატვირთვის. ეხლა, ნახეთ როგორ არის, ეხლა რაღაცები შეიცვალა. ხო და მითხარით რა შეიცვალა ხალბატონო? თავისუფლ და რაღაცა ჩაენაცვლა. ანუ ნატანების მიწები ხო? ხალბატონო. ვერ გითხულობთ კარგად. ხალბატონო, მაგიტომ გირეკავ თქვენ რომ გაგვანათლოთ. იცით რა მითხარით, ნატანების მიწები ხო ბრიტანული ოფშორების საკუთრება იყო და იქიდან უნდა გამოიტანოს, რომ ბანკში ჩარჩეს მერე ეს ქონება? ვნახეთ ამოთხრილი და ზღვაში მოცურავე ასწლოვანი ხეები. თვალი გვადევნებინეს კენიიდან გადმოზიდული ბაობაბების მგზავრობის, გახმობისა და დაკრძალვის პროცესისთვისაც. ახლა საკუთარი ქონების, საკუთარ ბანკში დალომბარდების ოპერაციას გვაყურებინებენ, რასაც არავინ იცის რა მოყვება. ოლიგარქს განსაცდელი კიდევ რას გააკეთებინებს.